უსასრულო სიყვარულის საუბრო დედა. ეს სიტყვა თითქოს ჯადოსნურია, ისეთივე უძველესი როგორც სამყარო და ისეთივე ახალი, როგორც ყოველი გათენებული დღე. ის ყველაზე თბილ და ნათელ ასოციაციებს იწვევს ჩვენში, რადგან დედა არის ჩვენი პირველი ნავსაყუდელი, პირველი მასწავლებელი, პირველი მეგობარი და უპირობო სიყვარულის უსასრულო წყარო. დედა არ არის უბრალოდ მშობელი, ის არის ჩვენი არსებობის ფესვი, ის ძალა, რომელიც გვაძლევს საშუალებას მყარად ვიდგეთ მიწაზე და მაღლა ავიფრინოთ. დედის სიყვარული უნიკალურია, ის არაფერს ითხოვს სანაცვლოდ, არ გააჩნია საზღვრები და არასოდეს სუსტდება. დედა, ისევე როგორც მზე, უთამანათებს და ათბობს თავის შვილებს, მიუხედავად დროისა, მანძილისა თუ ცხოვრებისეული სირთულეებისა. მისი ხელები ყოველთვის მზადაა ჩავიკრას გულში, მისი თვალები მუდამ სითბოს აფრქვევს, მისი ხმა კი ყველაზე დამამშვიდებელი სიმღერაა. ის არის ის, ვინც პირველად გვასწავლის სიარულს, ლაპარაკს, ოცნებას და საკუთარი თავის რწმენას. დედის როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკური ცრუნვით. ის აღმზრდელია, ფსიქოლოგია, მზარეულია, მასწავლებელია, მეგობარია და მრჩეველია. ყველაფერი ერთად. ის სრულავს ჩვენ სულზე, გვიცავს განსაცდელებისგან, გვასწავლის სიკეთესა და თანაგრძნობას. დედის ღიმილი ჩვენი ყველაზე დიდი გამარჯვებაა, მისი ცრემლი კი ჩვენი უდიდესი ტკივილი. ის დედა არის ის, ვინც ჩვენს პატარა ნაბიჯებს ყველაზე დიდ მიღწევებად აღიქვამს, ჩვენ შეცდომებს კი სასიცოცხლო გაკვეთილებად. ცხოვრებაში დედა არის ჩვენი მუდმივი საყრდენი, მაშინაც კი როცა ჩვენს გზაზე დაბრკოლებები ჩნდება, როცა იმედგაცრუებულები ვართ ან გზას ვუხვევთ, დედა ყოველთვის იქ არის. მისი სიყვარული, როგორც შუქურა, გვინათებს გზას და გვეხმარება სწორი მიმართულების პოვნაში. ის არასოდეს გტოვებს მარტო, არასოდეს კარგავს ჩვენს იმედს და ყოველთვის მზადაა გვერდით დაგვიდგეს, მიუხედავად ყველაფრისა. დედები ქმნიან სამყაროს, სადაც სითბო, თანაგრძნობა და უპირობო სიყვარულია. ისინი გვაძლევენ სიცოცხლეს და გვასწავლიან, როგორ ვიცხოვროთ სრულფასოვნად. ამიტომ დედა არ არის უბრალოდ სიტყვა, ის არის ემოცია, განცდა, სამყარო, რომელიც ჩვენს გულებში ცხოვრობს მარადისობეს.